ამ ეკლესიას დღეს ებრაული კვარტლის წმინდა გიორგის უწოდებენ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მომლოცველი აქ ბევრია ან ტურისტი, რადგან იგი იერუსალიმის უხილავი მონასტრების სიას უერთდება. ძნელი მისაკვლევია. მონასტერი უწინ ქართული იყო და იგი წმინდა გიორგის სახელს ატარებდა. მონასტერზე საკმაოდ გვაქვს ცნობებიც და ისიც ვიცით, რომ აი ამ მონასტრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე არც ისე დიდი ხნის წინ უხვად ყოფილა ქართული საფლავები. ცნობას იმის შესახებ, რომ ურიათუბნის წმინდა გიორგის მონასტერი ქართველების აგებულია, ტიმოთე გაბაშვილი გვაწვდის. თუმცა გვაქვს კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა. 1567 წელს იერუსალიმში მოსალოცად ჩასულ ფილიპე შაქარაშვილს უზრუნია წმინდა გიორგის ეკლესიის განახლებაზე. თუმცა ყველა სხვა ცნობასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის სიგელია, რომელიც 1706 წლით თარიღდება. სიგელში სხვა ქართულ მონასტრებთან ერთად მოხსენიებულია ურიათუბნის წმინდა გიორგის მონასტერი, რომლის ვალებიცა და დაგროვილის გადასახადებიც ქართველ მეფეებსა და დიდებულებს გადაუხდიათ. ეს ცნობა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ურიათუბნის წმინდა გიორგის მონასტერი ქართულ მონასტერთა შორის სახელდებოდა. ჩვენ გვაქვს ამ მონასტრის შედარებით გვიანდელი პერიოდის აღწერილობა, საიდანაც ვიგებთ, რომ მონასტრის წინ ხეივანი ყოფილა ქართული ვაზით. მის გარშემო კი ქართული საფლავები იყო. ერთგვარი საგვარეულო სასაფლაოც კი. სასაფლაოზე მონუმენტური ქანდაკებები და ქვები იდგა. როგორც ჩანს, სასაფლაო გვიანდელ პერიოდამდე იარსება და შემდეგ უკვე ქალაქის რეკონსტრუქციის დროს ამ ქუჩების გაყვანის და უბნის ხელახალი მოწყობის დროს განადგურდა. ჩვენ ფილმში რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ წმინდა გიორგის მონასტრის წინ ქართული საფლავები იყო და ეს მხოლოდ სენტიმენტების გამოსაწვევად არ გვიხსენებია. ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში და განსაკუთრებით იერუსალიმში ქალაქის შიგნით მიცვალებულთა დაკრძალვა არ ხდებოდა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ეპიდემიების თავიდან აცილება, თუმცა ძველ ქალაქში მაინც ხვდებით საფლავებს. ეს საფლავები ძირითადად ოსმალეთის პერიოდის არის და მხოლოდ განსაკუთრებულ პერსონებს ეკუთვნით. თუმცა არის ერთი მთავარი გარემოება. ქართველებს საფლავები ჰქონდათ წმინდა გიორგის მონასტრის წინაც, ღვთისმშობლის მიძინების ტაძართანაც და რაც მთავარია, თითქმის ყველა ქართულ მონასტერს ჰქონდა ქვეშ კრიპტა და ქართველებს შეეძლოთ თავიანთი მიცვალებულები ტაძრის ქვეშ კრიპტაში დაესაფლავებინათ. ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში. ქართველები უნდა ყოფილიყვნენ განსაკუთრებული სტატუსის მატარებლები, რომ მათთვის ეს გამონაკლისი დასაშვები გამხდარიყო. ქართული საფლავების ძველ ქალაქში არსებობა ქართველების ნიშნულობაზე საუბრობს. თუმცა აქვე დავსცენთ, რომ ქართველებს ჰქონდათ კიდევ თავიანთი სასაფლაო ძველი ქალაქის გარეთაც, ორი დიდი სასაფლაო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ისტორიიდან იერუსალიმში ქართველთა კვალი მთლიანად გამქრალია და სახელმძღვანელოებშიც არაფერს წერენ, ჩვენი ექსპედიციები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის და ჩვენი ისტორიისთვის. ჩვენ გავაკეთეთ არაერთი აღმოჩენა, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის იყო უცნობი და რომელიც რეალურად იერუსალიმის ისტორიაშიც ბევრ რამეს შეცვლის. იერუსალიმის ისტორიის კვლევას თავისი საიდუმლო გასაღები აქვს. ჩვენ ასევე ამოვხსენით ყველაზე მთავარი საკითხი, თუ რა პრინციპით აშენებდნენ ქართველები მონასტრებს იერუსალიმში. და ამ ორი
მთავარი საკითხით შევქმენით ჩვენი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც შევძელით ისეთი აღმოჩენების გაკეთება, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის სრულიად უცნობი იყო. ქართული მემკვიდრეობის შეჯამებამდე ჯერ საკმაოდ შორს ვართ. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამ ერთ ჩამოსვლაზე ყველაფერი აღწეროთ, ძალიან ბევრია. მაგრამ გარკვეული სურათი უკვე შეიქმნა და მინდა ამ სურათზე 2-3 სიტყვა ვთქვათ. ქართულ ეკლესია-მონასტერთა განლაგება ძველ დროში დაახლოებით ასეთი იყო. ეხლა ჩვენ ვართ სიონის მთის მიმდებარედ, უკვე მიჯნაზე დღევანდელი ებრაული კვარტლისა. ასეთ სურათს ვაწყდებით. იდგა დიდი მონასტერი, იაკობების ტაძარი, იდგა პეტრეიბერის მონასტერი, იყო იაყობის მეჩეთის ადგილას, მთავარანგელოზთა ეკლესია, აგერ გვაქვს წმინდა გიორგის ეკლესია, ანუ დიდი ეკლესიის გარშემო სიონის მთის მიმდებარედ ერთგვარი კომპლექსი, უბანი, დასახლებაა, სადაც ქართველი ბერმონაზვნები მოღვაწეობენ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სულ ახლახანს სიონის მთის უკიდურეს ნაწილზე აღმოჩენილია ქართული მოზაიკები და არც ვიცით ეს რომელი მონასტერია. ასევე გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ აქ კიდე სხვა მონასტრებიც იყო, რომლებსაც ჯერჯერობით ვერ ვპოულობთ, თუმცა ჩვენ მაინც მივაკვლიეთ გარკვეულ კვალს და იდენტიფიცირება მაინც შევძელით. ახლა ვნახოთ მეორე მხარე. მეორე მხარე არის ასეთი: იაფოს კარიბჭიდან უფრო ზემოთ დამასკოს კარიბჭისკენ, როდესაც მივდივართ, იქ იოანე ღვთისმეტყველის დიდი მონასტერი იყო, დღევანდელი სან სალვატორის ადგილას და მის გარშემოც ასე ვხვდებით ქართულ ეკლესია-მონასტრებს. ეს არის შედარებით მომცრო წმინდა გიორგის ეკლესია, თეოდორების მონასტერი. მოკლედ, იქაც საკმაოდ ბევრი მონასტერი ვნახეთ კომპაქტურად. შემდეგი ცენტრი უკვე ქალაქის შუაგულია, აღდგომის ტაძარი. აღდგომის ტაძრის ეკვდერები, აღდგომის ტაძარში შემავალი ეკლესიები, ეხლა აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ფილმში უკვე ბევრჯერ ჩამოვთვალეთ. იქვე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ცოტა მოშორებით, საიდანაია კიდე სხვა მონასტრები გარშემო რაც არის. ანუ ერთგვარი ესეთი ჯგუფები იქმნება ტერიტორიები. სიმართლე გითხრათ, აი ამ მონაკვეთებს შორის არც ისე დიდი მანძილი რჩება. ისე რომ როგორც ხედავთ, ქართველებს იერუსალიმი სრულად აუთვისებიათ. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება და დასკვნა არ არის. გვაქვს უამრავი ჩანაწერი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანმა, ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა, გრიგოლ ფერაძემ მოიპოვა. ეს არის პილიგრიმთა ჩანაწერები, ევროპელ პილიგრიმთა ჩანაწერები, სადაც ზოგი აღწერს მონასტრებს, ზოგი ეკლესიებს, თუმცა ზოგი აღწერს ქალაქში არსებულ მდგომარეობას და ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა სახელით, მოკლედ ეხლა აღარ ჩამოვთვლი, ზოგი გურჯებს, ზოგი გეორგიანელებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ მოგვიხსენიებენ, რომ ჩვენ ქალაქში ძალიან ბევრნი ვართ. არის ჩანაწერები, როდესაც იმ ჩანაწერით ხვდები, რომ თითქმის ყველაზე ბევრნი ქართველები არიან. მე-13 საუკუნეში კი საერთოდ ქართველებს გადაეცემათ სამართავად იერუსალიმი. მოკლედ, რაც მეც მოგზაურობთ ამ ქალაქში, მით მეტ კვალს ვაწყდებით და მით მეტი საფიქრალი ჩნდება. კიდევ სად არის ქართული ნაკვალევი? ჩანს თუ ჯერ არც გამოჩენილა. ჩვენ ახლა უნდა დავტოვოთ წმინდა გიორგის ქართული მონასტერი. აქ ახლა აღარც დადიანების საფლავებია, რომლებმაც მონასტერი აღადგინეს და აღარც ქართული ვაზი. იერუსალიმის მაღაზიებში, ძველ ქალაქში, უამრავი
წიგნი იყიდება ფანტასტიკური პოლიგრაფიული ხარისხით, ილუსტრაციებით, უამრავ ენაზე, რომელსაც აწერია იერუსალიმი და ის იერუსალიმის ისტორიას მოგვითხრობს. წიგნები მრავლადაა და რაც ყველაზე საინტერესოა, ალბათ ზოგიერთი მათგანი დავით მეფსალმონის პერიოდიდან იწყება და დღემდე მოგვითხრობს ისტორიას, ზოგი ქრისტეს პერიოდიდან, რადგან ეს ქრისტეს ქალაქია. თარიღი თარიღს მისდევს, ეპოქა ეპოქას, თუმცა იქ არსად არ არიან ქართველები ნახსენები. ისტორიიდან ისინი უბრალოდ გაქრნენ. მოდიხარ იერუსალიმის ქუჩებში და ერთ რამეს ვფიქრობ. რამხელა ერთობა და განსაკუთრებული ღვაწლი ჭირდებათ დღეს თანამედროვე ქართველებს საქართველოში. აქ საქართველოი დღეს ქართული კვალიც არ არის. მოდი დავფიქრდეთ და ჩვენი სამშობლო ძლიერ სახელმწიფოდ ვაქციოთ, თორემ ხო შეიძლება იქაც ასე მოუწიოს შემდეგ ვინმეს კამერით სიარული და ქართული კვალის პოვნა.